Ხერხის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ეს არის ახალი სამზე სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად. გამარჯობა. საპარლამენტო უმრავლესობის წარობი უცხოელ კონსტიტუციონალისტებს ხვდებიან სამუშაო შეხვედრაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი განიხილება. მე შეგახსენებთ, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება და განისაზღვრება საპარლამენტო ქალაქის ადგილმდებარეობა. იუსტიციის სახლში მიმდინარე შეხვედრას განცა პაპავაძე აშუქებს თემას. ის განაგრძობს პირდაპირ ეთერში. განცა გისმენთ. მოწვეულ კონსტიტუციონალისტებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარე და სამომავლო საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის შეხვედრის ძირითადი მთავარი თემა. ცნობილი გერმანელი და ამერიკელი ექსპერტები ამ წუთებში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობენ და ვითარებას აფასებენ. ზვია ძიძიგურის განცხადებით, დღევანდელ კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვესია, უპირველეს ყოვლისა კი გამოსასწორებელია პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები. რამდენადაც ზვია ძიძიგურის განცხადებით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური რყევები გამოიწვიოს. მსჯელობა იქნება როგორც მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ასე მათ მიზანშეწონილობაზე, აუცილებლობაზე, ასევე მომავალ დიდ ცვლილებებზე, რაც იგეგმება, რომელთა გატარებაც იგეგმება კონსტიტუცია. ჩვენ დღეს რაც კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც ოქტომბერში უნდა შევიდეს ძალაში, ეს არ არის საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია. ეს არის შერეული კონსტიტუცია, რომელიც პრემიერს ანიჭებს საპრეზიდენტოს მაგერად ხდება საპრემიერო რესპუბლიკა. არის ძალიან ბევრი ხარვეზები, რომელზედაც ჩვენ გვინდა ვისაუბროთ სწორედ უცხოელ სპეციალისტებთან. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში დაგეგმილია შეხვედრები ქართველ ექსპერტებთანაც. დიდი მადლობა. განცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. არასაპარლამენტო პარტიები პარლამენტის თავმჯდომარესთან ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა წინა მოწვევის პარლამენტში კონსტიტუციურ და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით მოქმედებდა სამუშაო ჯგუფი, სადაც წინასწარი კონსულტაციების შემდეგ ხდებოდა ცვლილებათა პაკეტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა. ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ, კვლავ შეიქმნას მსგავსი ფორმატის ჯგუფი. განცხადებას ხელს აწერენ ახალი მემარჯვენეები, ევროპელი დემოკრატები, თავისუფალი საქართველო პარტია, სამართლიანი საქართველო, ტრადიციონალისტთა კავშირი და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. პოლიტიკურ მოედანზე პოლიტიკური თამაშის წესებს განსაზღვრავს კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი. ამდენად მხოლოდ ჩემპიონატში პირველ და მეორე ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიები არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, როგორი უნდა იყოს თამაშის წესები პოლიტიკური ჩემპიონატისა. ჩვენ პოზიციებს, რა თქმა უნდა, კომისიის ფორმატში უფრო ფართოდ და ხმამაღლა გავაცხადებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებთ და მე პირადად, რომ იმ ინიციატივას, რაც შეეხება პრეზიდენტის არაარჩევითობას, ჩვენ ხარს ვერ დავუჭერთ. საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა ბუნებრივია, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა იყოს ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი. არ შეიძლება, რომ ეს მხოლოდ პარლამენტში იქნას ჩაკეტილი და ამაში არ მონაწილეობდეს ზოგადად პოლიტიკური სპექტრი და ამ საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოება განხილვებში. თუ კი მიიღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ ჩვენ შევთავაზებთ ხელისუფლებას ჩვენ წინადადებებს, როგორც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ისე კონსტიტუციაზე. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ყველა ის წინადადება, რომელიც გვქონდა ჩვენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში, დარჩება ძალაში. იქნება ეს ბიომეტრიული პასპორტები, იქნება ეს პარიტეტის საარჩევნო ადმინისტრაციაში, თუ სხვა საკითხები იგივე. ექსპერტები პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ შეხვედრას აფასებენ. მათი განცხადებით, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება მნიშვნელოვანია. ახლა უკვე ამ ორ მხარეზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. მე შეგახსენებთ, შეხვედრა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართული ბრიფინგი კი, რომელსაც ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის შორის პრაქტიკულად დებატებში გადაიზარდა. ნოდარ ჩაჩუა გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში ექსპერტების შეფასებებით. ნოდარ გისმენთ. დიასოფისალო ექსპერტების შეხვედრაზე გადავიდოდი, მანამდე გეტყვით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გუშინდელი დღის მთავარ პოლიტიკურ მოვლენას საქართველოს პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის შეხვედრას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა და მთავარი თემაცაა. დღეს გუშინ საქართველოს პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დაახლოებით საათი და 15 წუთი გაგრძელდა. შეხვედრაზე ორივე მხარე, როგორც ქვეყნის პირველი პირი და ასევე უმცირესობის წარმომადგენელი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც მომზადებული
ტექნიკური საკითხებით მივიდა და ორივე მხარის ინტერესი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები იყო იმ განსხვავებით, რომ ერთი მხარე ანუ პარლამენტის თავმჯდომარე ითხოვდა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა იმ წინადადებებით, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილება და შემცირდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ასევე განისაზღვროს პარლამენტის ადგილმდებარეობა, რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლის პოზიციასაც ასევე ქვეყნის პირველი პირიც იზიარებდა, იყო მოთხოვნა, რომ ადგილმდებარეობა პარლამენტისა დარჩენილი იყო უცვლელად, ასევე საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო საგარეო კურსი და განსაზღვრული იყო სწორედ კონსტიტუციით ეს კურსი და ასევე საკონსტიტუციო კვორუმი ყოფილიყო გაზრდილი, ვინაიდან არ ყოფილიყო ერთპარტიული, თავიდან აგვეცილებინა ერთპარტიულობა, ასეთი იყო არგუმენტები სწორედ საპარლამენტო უმცირესობისა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლები ელოდა ერთობლივ ბრიფინგს, სადაც უკვე ერთიანი შეთანხმების, ერთიანი პოზიციის შესახებ შესაძლებელი იყო გამხდარიყო ცნობილი, თუმცა პირველი შეკამათება საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სწორედ მაშინ მოხდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საუბარი დაიწყო, რა თქმა უნდა, როგორც მასპინძელმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პირველივე განცხადებაზე საქართველოს პრეზიდენტისა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ საკითხებზე შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ჩვენ გქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმცირესობის ლიდერთან. თქვენ იცით, რომ ამ დღეებში ყველანი შეშფოთებული ვართ ძალიან, მე პირად უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმით, რაც მოხდა და საზოგადოებაც ალბათ პრეზიდენტის დაუგეგმავი დაგეგმილი მიმართვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა მოხდა მასობრივი ეგზეკუცია კრიმინალთა ბანდის მიერ, ციხიდან გამოშვებულ კრიმინალთა ბანდის მიერ და არა რაღაც ხალხის მიერ, კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ხელმძღვანელი შემადგენლობის პრაქტიკულად. დღევანდელი შეხვედრა იყო საქმიანი. ჩვენ ცხადე არ გვისაუბრია იმაზე, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა დასაწყისში ისაუბრა და ცხადე ამ თემაზე ჩვენ არ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ აქტს, რომელსაც მე ხელი მოვაწერე, იმ აქტით თავისუფლება მიიღო პოლიტიკურმა დევნილებმა სწორედ. საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალთა ბრბო არ დამინახავს მე. იქ იყო შეკრებილი ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა. ჩემი შეფასებითაც შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი და დღევანდელ სიტუაციაში სწორედ ეს არის თავარი, იმიტომ რომ ალბათ არის თემები, რაზეც ჩვენ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა იმ საკითხში, სადაც შეგვიძლია შეხების წერტილი მოვძებნოთ და საერთო მოვძებნოთ, ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი შეხვედრა დამთავრდა კონკრეტული შედეგის გარეშე, ერთმაც და მეორე მხარემაც აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრები კიდევ გაგრძელდება, თუმცა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის უკვე ერთობლივი ბრიფინგი დებატებში გადაიზარდა. დღეს მე მოვისმინე განმარტებები თავრობის მხრიდან, რომ თურმე სახელმწიფო დაცვის სამსახურს და განახორციელებს დაცვის. სოფლიოს ერთი ქვეყანა მაჩვენეთ, სადაც სახელმწიფო დაცვის სამსახური ქუჩაში აფარებს ეს. ერთი ქვეყანა მაჩვენოთ. ეს რაღაც სულ ახალ მებსუხებს საქართველოს და მე დაუვალეთ სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ბატონო მიხეილ, ამისთვის შევიკრიბეთ აქ? ბოდიში არა, ბოდიში. ხო, ამიტომ რაზეც შევიკრიბეთ, იმაზე ვისაუბროთ, მეც მაქვს ჩემი მოსაზრებები ამ ყველაფერზე. დიახ, გისმენთ. რაც ხალხს აღებს. თქვენ უკრიტიკოთ მე არ მივიღებ იმას, რასაც ვთავაზობ. ჩვენ ვთავაზობ, რომ თურმე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პრემიერ-მინისტრი ვალდებულია რომ მოვიდეს. თქვენ ძანებთ, რომ ახლა პრემიერ-მინისტრი უნდა მოსულიყო აქ, ამას ძანებთ? იმედია რომ ბობავაში მოვა. კი ბატონო, რა თქმა უნდა. პროკურორი, ახლა დაიშვა პროკურორი. აღძრა მასზე საქმე, რომ ლემონჯაო თუნდაც 3 წლის წინ დაუნგრია მას მისი გარაჟი და ამისთვის უნდა დეპუტატის დაჭერა. დღეს როცა წლება ეს საკითხი. და თან რა თქმა უნდა მეანიშნებია თუ მას მოგცემთ, მაშინ გარაჟის დანგრევას პროკურორის გაპატიეთ. რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ? ერთი ქვეყანა. აი მე გეტყვით ბატონო მიხეილ, მაშინ როგორ ქვეყანაში ხდება, იმიტომ რომ ამ კითხვაზე უპასუხოთ, თან თავის პარლამენტში ვისაუბროთ, ვიდაბატოთ მაშინ. მეგონი კითხვა სხვა რამე იყო და ამაზეც ვისაუბროთ თუნდაც. ფაქტების კონსტატაციას ვახდენ. კითხვა რა იყო, იმაზე უპასუხოთ. ხელების გრეხოთ. დღისით ზის ხდება დეპუტატების დაშანტაჟება, შუასაუკუნეების მაფიის მეთოდებით. ბატონო მიხეილ, თუ ტელედებატებში ვართ, მე მზად ვარ. თუ კითხვა პასუხის კი ბატონო, ასე. ამისთვის ტელედებატებში. კი ბატონო. გუშინდელ შეხვედრას დღეს უკვე აფასებენ პოლიტიკურ წრეებში, შეფასებები გააკეთეს პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ შეხვედრის ფაქტი, თავად ფაქტი მნიშვნელოვანია, ანუ ერთი ნაწილი ექსპერტებისა მიიჩნევს, რომ მთავარი ამ შეხვედრას მოყვეს კონკრეტული შედეგები და მოყვეს კონკრეტული პოზიციების დათმობა და პოზიციების შეჯერება. თუმცა ექსპერტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრები უბრალოდ დროის გაწელვის მიზნით ხდება და მას კონკრეტული შედეგი არ მოყვება.
ეს მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით არის ეს შეხვედრები. პრეზიდენტი, რომელიც ელჩებთან საუბრობდა ბოდიშებით და იმაზე, რომ მას სურს და არანაირი პრობლემა არაა კონსტიტუციური უფლებამოსილების დათმობა, ნახეთ, როგორი რიტორიკითაც გამოვიდა უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ისევ სიძულვილის ენით იყო აღსავსე საკუთარი მოსახლეობის მიმართ. სამწუხაროა, რომ სააკაშვილი კიდევ ვერ მიხვდა არჩევნებში დამარცხების შემდეგაც, რომ ასე არ უნდა ელაპარაკოს საკუთარ მოსახლეობას. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მთლიანი შეფასება პოზიტიურია, მე მგონი, პოზიტიური უნდა იყოს, რადგან მხარეებისგან მოსალოდნელი იყო ესეთი ნაბიჯიც, რომ ორივეს მიეტოვებინა მოლაპარაკების მაგიდა და ჩატეხილი იყო, ასე ვთქვათ, ხიდი შენარჩუნდა. ამ ხიდზე საერთნობას აპირებენ, მაგრამ რა გადაიტანენ ამ მოლაპარაკების ხიდზე, ჯერ უცნობია. ჩემი აზრით, ბევრ რამეზე დათანხმდება ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც პრაქტიკულად პარლამენტის თემაში, კონსტიტუციაში, საგარეო კურსის შეტანის თემაში ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, ასე ვთქვათ, ღია პოზიცია, რომ შეიძლება შეიცვალოს მისი პოზიცია. ასეთი იყო როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი დღის მთავარი პოლიტიკური თემა და ასევე მისი შეფასებები, ექსპერტების შეფასებები. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ვაგრძელებთ მუშაობას და ვცდილობთ შეფასებები მოვიპოვოთ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან და შემოგთავაზოთ უკვე თავად კანონმდებლების შეფასებები. რაც შეეხება გუშინდელი შეხვედრა დასრულდა იმით, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, თუმცა არც საქართველოს პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც დავით ბაქრაძეს უმცირესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ როდის მოხდება შემდეგი შეხვედრა. გუშინ ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისაც, რომ საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მოლაპარაკებებში მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრი ბიზნა ივანიშვილიც ჩაერთოს. დიდი მადლობა, ნოდარ ჩაჩოვა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგს მასპინძლობს. შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ევროკავშირის მხრიდან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროკავშირის სადარაო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადრილე ჰელგა შმიდი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ევროკომისარი სიმ კალასი. რიგით მეორე შეხვედრა სასტუმრო ქორთიერთ მარიოტში იმართება. დავით ახვლედიას ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში შეხვედრის დეტალებზე ის ისაუბრებს. დავით, გისმენთ. დიახ, სოფო, შეხვედრა არაფორმალური მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იმართება ამ წუთებში ქორთიერთ მარიოტის საკონფერენციო დარბაზში. დარბაზში იმყოფებიან როგორც 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, 4 ქვეყანა წარმოდგენილია საგარეო საქმეთა მინისტრების სახით, ასევე იმყოფებიან 2 ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისარი შტეფან ფულე და ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი სიმ კალასი. გაკეთდა წინასწარი განცხადებები მაია ფანჯიკიძემ და შტეფან ფულემ აღნიშნეს, რომ ეს დღევანდელი შეხვედრა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება ნოემბერში ვილნიუსში უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სადაც გადაწყდება აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის ქვეყნებისთვის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტის ხელმოწერა. ჩვენ შეგვიძლია ეს კომენტარები მოვისმინოთ. შეხვედრა ემსახურება ჩვენი პარტნიორების გეგმებისა და სავარაუდო შემოთავაზებების განხილვას. ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პერსპექტივა ჩვენი ევროპელი ქვეყნების წარმომადგენლების პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ ენიჭება ამ მინისტერიალს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იგი წარმატებით ჩაივლის და საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროინტეგრაციის გზაზე. მაყოფილი ვარ, რომ ძალიან მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ ყველა ქვეყნიდან, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი და აგრეთვე ძალიან მაღალი დონის დელეგაცია გვყავს ევროკავშირიდან. შეხვედრაზე იმყოფება ასევე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. სწორედ 4 საათზე დანიშნული პრესკონფერენციის შემდეგ გაიმართება ხელმოწერა ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად. ევროკავშირმა გამოყო საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება. თუ რას მოხმარდება ეს თანხები, შეგვიძლია მოვისმინოთ ალექსი პეტრიაშვილის კომენტარი.
ემსახურება კონკრეტული უწყებების, საქართველოს კონკრეტული უწყებებისთვის აღჭურვილობის შეძენას, კონკრეტული უწყებებისთვის ექსპერტული დახმარების, ჩვენი სპეციალისტების, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლების მაღალ დონეზე მომზადებას იმისათვის, რათა სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მისი ძალაში შესვლის პროცესში და მას შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი უწყებები მზად იყვნენ ეფექტური საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის. მე შეგახსენებთ 4 საათზე შეხვედრის დასრულებისთანავე გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია, ხოლო პრესკონფერენციის შემდეგ შტეფან ფულე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და უკვე შემდეგ გამართავს შეხვედრას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. სოფო. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი როლი და დავით ახრედიანი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადრილისთვის დაუგრებარია, რატომ აქვს გამოძიებას მასთან შეკითხვები მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მისი დაკითხვა. თბილისის მამუკა ახრედიანი აცხად მოწმის სახით უკვე მეოთხედ დაიკითხა. თამარ გოგრისაშვილი ესაუბრა დაკითხვიდან რა მოსულ ახრედიანს, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჯარბასომ სამ საკითხის დეტალებს თამარ მოგესალმებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკითხვა, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა. მამუკა ახრედიანი ამბობს, რომ გამოძიებას კითხვები ჰქონდა თბილ სერვის ჯგუფთან დაკავშირებით. კონკრეტულად გამოძიება დაინტერესდა მის მიერ გაკეთებული სატელევიზიო განცხადებით, რომლის მიხედვითაც მამუკა ახრედიანმა რეკომენდაცია გაუწია თეატრალურის კვარტეტის წევრებს, რათა მათი დასაქმება მომხდარიყო შპს თბილ სერვის ჯგუფში. ახრედიანი დღესაც ადასტურებს ჟურნალისტებთან, რომ მან ნამდვილად გაუწია რეკომენდაცია თეატრალურის კვარტეტის წევრებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ჰქონდეს კითხვები გამოძიებას მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით. ის მიმდინარე პროცესებს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, რათა დაიშალოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საკრებულოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი. მამუკა ახრედიანი ასევე არ გამორიცხავს, რომ მისი დაბარება საგამოძიებო უწყებებში ისევ მოხდეს. ჩემი დაკითხვა უკავშირდებოდა ჩემს სატელევიზიო განცხადებას, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ გავაკეთე თეატრალურის კვარტეტთან დაკავშირებით და მათ დასაქმებასთან დაკავშირებით. დღესაც ძირითადად ამ თემაზე იყო კითხვები, დღესაც მინდა დაგიდასტურო და დავადასტურო და უთხრა ჩვენ საზოგადოებას, დიახაც, ჩემი პირადი რეკომენდაციით იყვნენ თეატრალურის კვარტეტის ბიჭები დასაქმებულები და მე მეჩვენებს კეთილი საქმე იყო და რაც მეტი ადამიანი დასაქმდება, მით უფრო უკეთესია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ვიცე-მერის ტარიელ ხიზანეიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა ტარიელ ხიზანეიშვილმა და ამის მიზეზი გახდა მისი მხრიდან ქალაქის მერის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ქალაქის მერიის პრესსამსახურში. მე შეგახსენებთ, რომ ტარიელ ხიზანეიშვილი სწორედ თბილ სერვის ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით იქნა დაკითხული. დიდი მადლობა, თამარ გოგრისაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. სახალხო დამცველის სასჯელ აღსრულების მე-9 დაწესებულებაში პატიმარ დია ალავიძე შეხვდა. შეხვედრის თხოვნით ალავიძემ ომბუდსმენს სააგენტო ინტერპრეს ნიუსის მეშვეობით მიმართა წერილში, რომელიც პატიმარმა სააგენტოში დარძავნა, აცხადებს, რომ ამნისტიაზე უარს ამბობს და სამართლიანი სასამართლოს უფლებას იტოვებს, რაშიც მას არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება სჭირდება. პატიმარი აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებისთვის გადაღებული ფარული ვიდეოები გაავრცელა. კერძოდ წერილის მიხედვით იგი დააკავეს მას შემდეგ, რაც გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების ციხეში თვითნებური ქმედებების შესახებ ვიდეო ჩანაწერი ტელეკომპანია მაესტროს მიაწოდა. პატიმარი ამნისტიაზე უარს აცხადებს და სასამართლოს დაელოდება სახალხო დამცველის განცხადებით აღნიშნულ საქმეზე სერიოზული დარღვევებია და მას ომბუდსმენის აპარატი აუცილებლად შეისწავლის. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან სერიოზული დარღვევები. ჩვენ დავიწყებთ ამ საქმის შესწავლას და შესაბამისად საზოგადოებას მიაწოდეთ ინფორმაციას იმ კონკრეტული დარღვევების შესახებ, რომელიც ამ საქმეშია. ჩდება ნიშნები და არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანი იყოს უკანონოდ დაკავებული, რომელიც უკავშირდება მის საქმიანობას, მის მხრიდან მედიისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას გახმაურებული საქმესთან დაკავშირებით. ძველი თბილისის დამრებელი ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. ნიკოლოზ მელიას განცხადებით ჩინარდან საქმეთა მინისტრის მხრიდან ელჩებისთვის ბიბლიოთეკასთან მისი ჩხუბის ვიდეო კადრების ჩვენება არაკორექტული იყო. დამრებელი უარყოფს ბრალდებას, რომელსაც მას არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რატიკო ანტრიშვილი უყენებს.
კანტრიშვილის ინფორმაციით 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან ნიკოლოზ მელიამ მას სახის არეში ბლაგვის საგანი ჩაარტყა, რის გამოც მას 4 ნაკერი დაადეს. ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა და ვიდეო კადრები აჩვენა აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი, თითქოს და მე დემონსტრანტს ვემუქრები ფიზიკური ანგარიშსწორებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. მელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ბრალდებს იმაში, თითქოს და მე მას აქციის დარბევისას, რაც მათი მხრიდან ხდებოდა, ჩავარტყი ბლაგვის საგანი. მე დარწმუნებული ვარ და ეჭვიც აღარ მეპარება იმაში, რომ მან დამოუკიდებლად ეშვენება არ შეცვალა და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არის უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის ასე ვთქვათ ინიციატივით შეცვლილი ჩვენება. ფუტა რობაქიძის დედა იამეტრეველი ვიდეო პატრულის ყოფილი ჟურნალისტის როჩა მუკბანიანის ჩვენებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მუკბანიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მეტრეველმა განაცხადა, რომ სასამართლოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის რურამ დონაძის 25,000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლება სამარცხვინოა. მეტრეველის თქმით 8 წლის მანძილზე დონაძეს არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. დღევანდელ ბრიფინგზე როჩა მუკბანიანმა რობაქიძის მკვლელობის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ როცა ის შემთხვევა ადრილის გადასაღებად მივიდა, რობაქიძე ცოცხალი იყო და მანქანაში, რომელიც ბუტას მეგობრები იყვნენ, იარაღი არ იყო. მუკბანიანი აცხადებს, რომ იგი ვიდეო პატრულიდან 2009 წელს წამოვიდა და მასზე და მისი ოჯახის წევრებზე დონაძის მხრიდან დღემდე მიმდინარეობს ეწოლა. 8 წლის დუმილის შემდეგ მე შემომეხმიანა დონაძის ჟურნალისტი, რომელიც იმყოფებოდა იმ შემთხვევის ადგილას და მან თავად ნახა ყველაფერი. ამათობდნენ ახალგაზრდები იმ თემაზე, რომ თუ რატომ გააჩერეს ისინი, ამის ახსნას თხოვდნენ პატრულს. ბაშალეიშვილს გაუარდა ეს იარაღი ამ სიძგილაობის დროს და წაიქცა ბუდა. მოვიდა ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელი და ეუბნება ვაწადეს, რომ გეძახის გურამი. ის ფირი ამოიღო და ჩადო ხო, კასეტა, რაც თავარია, ის მაშინვე ამოიღო ეს კასეტა. ჭიათურაში მაღაროელები ისევ დაიფიცნენ. ბოლო ინფორმაციით დილიდან გაფიცულია 5 მაღარო და 7 გადამამუშავებელი ქარხანა. ასევე დაცლილია კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციული შენობა. პროტესტის შედარებით მძიმე ფორმას 8 მაღაროელმა მიმართა. ისინი შუქრუთის მაღაროს სიღრმეში იმყოფებიან და ამოსვლაზე უარს აცხადებენ. რა ძირითადი მოთხოვნები აქვთ მაღაროელებს და რატომ განაახლეს მათ პროტესტი რამდენიმე თვის შემდეგ? ამას 12 ხურციძისგან შევიტყობთ. ჩემი კოლეგები ახლა ჭიათურაში შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციული შენობის წინ ჭიათურელი მაღაროების აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს კომპანიის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია ახალი კადრებით დაკომპლექტდეს. რაც შეეხება მაღაროელთა პროტესტს, ის გამოიწვია კომპანიაში დაგეგმილმა რეორგანიზაციამ. მაღაროელები ამბობენ, რომ აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩება 1000 ადამიანი. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ 1 ოქტომბრიდან დღემდე ჯორჯიან მანგანეზიდან 360-მდე თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული. გარდა ამის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოქტომბერში მიმდინარე აქციებისა და გაფიცვების შედეგად მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, ხელფასება კი მხოლოდ 9%-ით მოიმატა. აღნიშნული მოთხოვნების გარდა მაღაროელები მოითხოვენ, რომ გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და საშვებულებო ვადა 45 დღემდე გაიზარდოს. თავარი მოთხოვნა ახლა ადმინისტრაციასთან არის ერთადერთი. უნდა წავიდეს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას გადადგეს ყველანი. და ამის შემდეგ მე ვნახოთ ვინ მოვა რა მოვა და დავაყენებთ იმასთან მოთხოვნებს. და შეწყდა შემცირებები, არავის არ გვინდა სხვისი ლუკმარჭამოს ჩვენმა შვილებმა დაგვტონ როგორც მუშაობდით და როგორც ვიყავით სამთოელების ქალაქია და ჩვენ შვილებსაც უნდა არსებობა. ხელფასები მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, მეტი არა. ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელთა აქციას გამოეხმაურა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხას წერეთელი. მალხას წერეთელის განცხადებით არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ჯორჯიან მანგანეზმა შეაჩერა პოვება და სამუშაოები. ამის წინაპირობას იძლევა ის, რომ კომპანიის წარმომადგენლება უკვე დააყენეს დაცვა მაღაროს შესასვლელებში და მაღაროელებს აღარ ეძლევათ საშუალება დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. აქედან გამომდინარე კი მალხას წერეთელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ჯორჯიან მანგანეზმა დროებით შეაჩეროს ჭიათურაში მადნის მოპოვება.
დაცვა ჩააყენეს როგორც ადმინისტრაციული შენობის წინ, ისე ყველა მაღაროსა და ყველა ქარხნის წინ. ფაქტიურად რომელი მაღაროს აპირებდა თქვათ მუშაობას, თვითონ დაცვა, ჯორჯიან მანგანეძის დაცვა არ უშვებს იქ სამუშაოდ. ამის შემდეგ მოსალოდნელი აქვს, შიშობს ყველა და შიშობს ჩვენ, რომ არ მიიღოს ის უკიდურესი გადაწყვეტილება ჯორჯიან მანგანეძმა, რომ ეგრეთ წოდებული ლოკაუტის გამოცხადებით, ანუ შეწყვიტოს საერთოდ აქ დროებით, ასე ვთქვათ, მადნის მოპოვება. პირველი მაღარო, ითხვისის მაღარო წუხელ გაიფიცა, დღეს კი უკვე 7 მაღაროა ჭიათურაში გაფიცული. ითხვისის მაღაროში დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეში 8 მაღაროელი რჩება, რომელიც მჯდომარე აქციას მართავს. რაც შეეხება ჯორჯიან მანგანეძის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილ მაღაროელებს, ისინი ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა უპირობოდ არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. რაც შეეხება ჯორჯიან მანგანეს, ჯერჯერობით მათ ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია გეგმავს სპეციალური განცხადების გავრცელებას. დიდი მადლობა 12 ხუთი ზერბერთობოდა ჭიათურიდან პირდაპირ ეთერში. საქართველოს სავაჭრო ქსელში დაავადებული იმპორტირებული საკვები პროდუქცია ვერ მოხდება. შემოსავლების სამსახური დღეს განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იმპორტიორებს აფრთხილებს არ დაუშვან დაავადებული პროდუქტების შეძენა და ქვეყანაში შემოტანა. როგორც ცნობილია, 6-დან 11 თებერვლის ჩათვლით საბაჟო გამშვები პუნქტების სარფისა და ვალეს დავლით საქართველოში სხვადასხვა იმპორტიორის მიერ 300 ტონამდე კარტოფილი შემოვიდა. ფოტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის დროს აღმოჩნდა, რომ პროდუქტი წოდებული კარტოფილის კიბოთი და საკარანტინო მიკროორგანიზმით იყო დაავადებული. ასეთი საქონელი განადგურებას ექვემდებარება, ან უნდა განხორციელდეს მისი უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება. ჩვენ ოფიციალურად გადაუგზავნეთ თურქულ მხარეს დოკუმენტაცია, სერტიფიკატები. პირველად ზეპირი განცხადებით თურქები ამბობენ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტს, თუმცა ვიმეორებ, ჯერ ჩვენ არ გვაქვს მათი მხრიდან ოფიციალური განცხადება. იმპორტიორებს უკან გაბრუნებაზე გამოწერილი აქვს ეგრეთ წოდებული აღრიცხვის მოწმობა. თითოეულ იმპორტიორს მიეწოდა საჭირო დოკუმენტაცია გასაბრუნებლად, ასევე მათ დაურიგდათ ლაბორატორიული კვლევებით. პროფესორი თენგიზ ჩარკვიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საპროტესტო გამოსვლას აწყობენ. ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ გენერალურმა დირექტორმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც კვალიფიციური სპეციალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა. თავის მხრივ ცნობილი ონკოგინეკოლოგი თენგიზ ჩარკვიანი დირექტორის რეზოგარგვას გადაწყვეტილება სახელმწიფო შენობის დასხვისების წინააღმდეგ აქტიური ჩართულობით ხსნის. ის ამბობს, რომ საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი უნდა ჩადებულიყო, რაც არ განხორციელდა. ჩარკვიანი ასევე საეჭვოს ხდის ცენტრის მომავალი პროფილის შენარჩუნებას. ონკოლოგიური ცენტრის გენერალური დირექტორის განმარტებით კი ჩარკვიანი დათავისუფლება მის მიერ საავადმყოფოს დისკრედიტაციას უკავშირდება. გაგვას თქმით, მის მიერ არენდით აღებულ ცენტრთან კანადური კომპანია აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. განყოფილების სახელით მოვითხოვთ ბატონი თენგიზ ჩარკვიანი დაუბრუნდეს აღნიშნულ თანამდებობას, რადგან დღესდღეობით ბატონ თენგიზ როგორც პროფესიონალს და როგორც ორგანიზატორს ალტერნატივა არ ჰყავს. თუ გადაწყვეტილი აქვს უკვე და ონკოლოგია იქნება კერძო ფლობელობაში და ეს შედობა ნაგებობები იქნება ინვესტორის, თქვენ რომ ეს ეგრე იქნებაო და ყველა უკვე თავის საქმეს მიხედავს. ჩემი განთავისუფლების მიზეზი ამ საკითხში აქტიური მონაწილეობა. ბატონი თენგიზის განთავისუფლების მიზეზი გახდათ ის გარემოება, რომ მასმედიის არაერთ საშუალებებში იწერებოდა ინტერვიუები, სადაც ხდებოდა ონკოლოგიური ცენტრის დისკრედიტაცია. აჭარაში ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ხულოს, შუახევის, ქედას, თრობულეთისა და ხელვაჩაურის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. მძღოლები საათობრივი სახელფასო ანაზღაურების დაზრდას ითხოვენ. მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები რამდენიმე დღის წინაც იყვნენ გაფიცული, თუმცა მათი მოთხოვნების 10 პუნქტიანი გეგმიდან ხელფასების დაზრდის გარდა ყველა დაკმაყოფილდა. ეს გამისმა გაგრძელდება მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნა ხელფასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ვითხოვთ არა თბილისის ტარიფს 5.5-6, ჩვენ ვითხოვთ 4.5, ეს მოთხოვნები იწოდა ყველამ აბსოლუტურად. ხო და მოთხოვნებზე ეხლა ვდგავართ, იმიტომ რომ არ დაკმაყოფილდა. ხო და ყველას აზრი ისაა, რომ სანამ ეს მოთხოვნა ჩვენი არ იქნება გათვალისწინებული,
გაბიზრო გაგრძელდება უადოდ. შესაძლებელი არის რაღაც დაგეგმილი ეკონომიების ხარჯზე და შიდა რესურსის ხარჯზე გამოძნოთ თანხა, რომ ხელფასები მოუმატოთ კაპიტულებს. ჩვენ აღნიშნული თემასთან დაკავშირებით მივმართეთ საკრებულოსაც წერილობით და საკრებულო ჩათვლის თუ არა პრიორიტეტად ხელფასების მომატებას მათი გადასაწყვეტია. ვიცე-მერის შემადგენლობა იყო საფუძველმოკლებული და ვიტყვი უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ იანვრის თვეში ჩვენ ძღოლებს მოუმატეთ 30% ხელფასი, ეხლა არის თებერვალი და არ შეიძლება ყოველთვიურად ხელფასის მომატებაზე ფიქრი. გერდა დეკანაძე გვთავაზობს შევაჩეროთ სხვა პროგრამები, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, გზების გაკეთების და ასე შემდეგ და დავარიგოთ ხელფასები. ეს არის ობსტრუქციის წყირვალი მაგალითი და ჩვენ ამ გზით არ ვივლით. ანტიკორუფციული პალატა პატიმრის წამების ფაქტზე აკეთებს განცხადებას, როგორც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა შავაძემ აღნიშნა, დაკავებულ ზალ ხოფერიას მიმართ ცემისა და არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. შავაძის თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის დია მინაშვილის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადრეს. პროკურატურის ინფორმაციით ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. დაკავებული იქნა მოქალაქე ზალ ხოფერია, ხოლო დაკავებისას მის მიმართ განხორციელდა ცემა, არაადამიანური მოპყრობა და სხვაგვარი დამამცირებელი მეთოდებით მისადმი მოქცევა. ამიტომაც საქართველოს ანტიკორუფციული პალატა უმკაცრესად გმობს აღნიშნულ ფაქტს. საპროტესტო აქცია ჯავახეთში ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა გადადგომისკენ რაიონის საკრებულოს თავმჯდომარესაც მოუწოდეს. საპროტესტო აქციას პარლამენტარი გოგა ჟვანიაც ესწრებოდა, მისი განცხადებით ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამდებობებზე ისევ სააკაშვილის მთავრობის დროინდელი წევრები იმყოფებიან და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ლოგიკურია. აქცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ინციდენტის გარეშე დასრულდა. ასეთივე შინაარსის აქცია დღეს ნინოწმინდაშიც გაიმართა. ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას, მათ უნდა თუ აქაც შეიცვალოს ვითარება. სააკაშვილი მართლად მართავდა ქვეყანას, ყველა რეგიონში და ყველა რაიონში იყო პატარ-პატარა სააკაშვილები და ეს ხალხი გამოდის ამის წინააღმდეგ. სააკაშვილი სევერნე განიშნა სააკაშვილი ამ დრომდე ცდილობს ხალხის პროვოცირებას, მას უნდა რომ მოსახლეობა სეპარატისტულ მოქმედებებში დაადანაშაულოს. 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი და მერაბიშვილი აკონტროლებდნენ ჩვენს რეგიონს და ხალხი ისეთ დღეში ჩაგვყარეს, აქ მცხოვრებ 4000 ოჯახს წრემლი არ შუქშრობია თვალზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს სააკაშვილის მმართველობა. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ახალი ამბებით ეთერში ჩვენ 4 საათზე ბრუნდებით. დაგვალოდეთ.